მშვიდობა ყოველთვის აქტიური თემა იყო. დიახ, მშვიდობა, ჩვენი უფლება და ხელისუფლების ვალდებულება. მშვიდობა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება, როგორც ხელისუფლებისგან, ისე საზოგადოებისგან დაუღალავ შრომას, თანმიმდევრობას, მომხდენილებას და მიმტევრობას მოითხოვს. მშვიდობა შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: პოზიტიურ და ნეგატიურ მშვიდობას. ნეგატიური მშვიდობა ნიშნავს ომს, კონფლიქტს არსებობას სახელმწიფოთა შორის ან ერთ სახელმწიფოს ფარგლებში. მეორე მხრივ, პოზიტიური მშვიდობა ნიშნავს ომის არარსებობას, რომელიც ერწყმის თანასწორობას, სამართლიანობას და განვითარებას. ამგვარად, სოციალური სამართლიანობის მაღალი დონე და ძალადობის მინიმალური დონე ახასიათებს პოზიტიურ მშვიდობას. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველა პრობლემა გადაჭრილია, რეალურად სამუშაოს დიდი ნაწილი კვლავ შესაძლებელი რჩება, კერძოდ ქვეყნის აშენება და სტრუქტურების განვითარება, რომელიც მოგვიანებით უფრო მეტ სოციალურ სამართლიანობამდე და განვითარებამდე მიგვიყვანს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის საკითხებზე. ამდენად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არ არის მხოლოდ განიარაღების საკითხი, არამედ ასევე დაკავშირებულია ხალხის ცხოვრებასთან. აღმოსავლურ და დასავლურ კულტურის აზრი მშვიდობასთან დაკავშირებით ორად იყოფა. აღმოსავლურ ხალხებისთვის ეს ცნება ადამიანის შინაგან მდგომარეობაა, მშვიდობა მათ გონებასა და სულში. დასავლურ კულტურაში კი მშვიდობა გაგებულია როგორც ადამიანის გარეთ არსებული მდგომარეობა, ომების და ძალადობების არარსებობა. ჩემი აზრით, მშვიდობის გაგება ორივე კულტურის შეხედულებათა თანხმედია. ვერ იქნება სულიერი სიმშვიდე, თუ ქვეყანაში საომარი ვითარება და პირიქით, ომის წარმოება სულიერ გაწონასწორებულ საზოგადოებაში არ ხდება. ადამიანი თუ თავში სიმშვიდეს ვერ პოვეს, მით უფრო ვერ დამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას. მშვიდობა ის ბედნიერებაა, რომელიც საკმაოდ რთული გზის გავლაა საჭირო. ყველა ჩვენგანი ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანთა ხალხებსა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობა და გავუწყვილოთ მას, როგორც ღვთისგან მოძებულ უდიდეს მართს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას. საკმაოდ მოკლე მოხსენება იყოს ხარდი ასევე ძალიან საინტერესოა ჩვენი პროფესორი იოჰან გალტუნგის ეს კონცეფცია ასე კარგად გაქვს შესწავლილი პოზიტიური და ნეგატიური მშვიდობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს რამე თუ შეიძლება იყოს დღევანდელი სიტუაციის დახასიათებისას, ნამდვილად თქვენ სწორად გავუსვით ხაზი იმას, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც ელემენტარული ესეთი თანასწორობა არ არის, როდესაც 90% საზოგადოების არის პრაქტიკულად იმისთვის არსებობისთვის და 10% კი 9% არის საშუალებას იმ სიზიმისთვის, მაგრამ შედარებით ნორმალურ პირობებში იმისთვის და ძალიან პატარა პროცენტი არის კარგად. ამ შემთხვევაში ჩვენ მშვიდობა ვერ გვექნება, პოზიტიურ მშვიდობაზეა ლაპარაკი. აქ არის ლევიათანის მიერ შეკავებული ომი, არა? რეალურად ომის მდგომარეობაში ვარ, შიგნითაც საზოგადოებაში და რა თქმა უნდა ჩვენ გარეუბებით გვაქვს რუსეთის იმპერიასთან დაპირისპირებულები და ასე შემდეგ, არა? აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ იოჰან გალტუნგის ეს ტერმინოლოგია კარგად შეგითვისებიათ და ასე შემდეგ. კიდევ ერთ შემოგაშველებით, რომ აი რანგის დისეკვილიბრიუმს ეძახის გალტუნგი ამას, რომ რაც ხდება დღევანდელ საქართველოში, ეკვილიბრიუმი არის, ჯანმრთელი ეკვილიბრიუმი არის დაკარგული. მას უყვარს მათემატიკური ტერმინებით ლაპარაკი, იმიტომ მათემატიკაში დაითო პირველი სადოქტორო დისერტაცია და მერე დაითო მხოლოდ სოციოლოგიაში. და ამიტომ ნომერე ეს პოზიტიური და ნეგატიური მშვიდობის ასე ვთქვათ, სხვაობა სწორედ ის არის, რომ ეს რანგის ეკვილიბრიუმი საზოგადოებაში არ არსებობს და აი ეს თანასწორობა ქმნის ძალიან ნოყიერ ნიადაგს ძალადობისთვის. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან კარგია და გამოვამჟღავნეთ რაღაცებში. მეც გამიგვიდა ჩემზე კარგი ცოდნა ჩემი მასწავლების იოჰან გალტუნგის თეორიის. დიდი მადლობა. შენებული გუში ბოლომდე ესწრებოდა ჩვენს გუში. პოზიტიური და ნეგატიური შედარების დეფინიცია გაუკეთე, როგორ თუ ბოდიში არ გამოსოს ჩვენმა ერთ-ერთ მოხსენებელმა გააკეთა ამის დეფინიცია.
აღმოსავლურ დასავლურ მიდგომებზე თუ რა არის მშვიდობა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მომენტი, რომ დაპირისპირება ახსენებდა ვადებულება სახელმწიფოთა შორის თუ მათ გაითავისონ ეს მშვიდობა რა არის, ამის შესაბამისად აქედან რომ საერთოდ მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა. გამომდინარე აქედან ვიტყოდი რომ ცოტა უფრო კრეატიული რომ ყოფილიყავ და გუშინდელი მოვლენები გაგითვალისწინებინა რომ ეს პოზიტიური და ნეგატიური მშვიდობის დეფინიციას გავაკეთებ, უფრო კარგი იქნებოდა ჩემო კარგი. მაგრამ მაინც მადლობა, კარგი იყო შეგვიძლია. მე მინდა აღვნიშნო ერთი რამე, რომელიც სხვათა შორის აი კუკას გამოსვლაში გაიჟღერა ახლა პირველად ეს აი ზეშინა და ზეგარი ეს იგი მშვიდობაში მშვიდობა გარე და თქვენ ნახეთ რომ ეს უნდა შეეცვას ერთმანეთს შეუთავსოს იგი სინთეზის ამოცანა ეს ძალიან ქართული მიდგომაა საკითხის. ხა აი კამათი რომელიც დღეს მიდის ჩვენ საზოგადოებაში ვთქვათ აი დასავლეთის ორიენტაცია ვთქვათ ჩვენ აი რაღაც დასავლეთ ვთქვათ დასავლეთი ევროპა ვარ ასე შემდეგ აი ვთქვათ არის ქართული შეხედულება რომ აი აზია და ასე შემდეგ ეს დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის ჩვენ აზროვნებაში ეს ახალი არ არის სხვათა შორის გასული საუკუნის გარიჟრაზე როდესაც პირველი რესპუბლიკის ასე ვთქვათ პირველი კონტურები გამოიხადა მაშინაც ძალიან დიდი კამათი გაიმართა ქართულ ინტელექტუალურ საზოგადოებაში სხვათა შორის სამწუხაროდ უნდა ითქვას ისიც და უნდა აღვნიშნო რომ თავისი დონეთის ადამიანები კაცები მაღალი კვალიფიკაციის მატარებლები იყვნენ ვიდრე დღეს ამიტომ ეს კამათი ვთქვათ მადლობა რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდიკაში და მე გირჩევთ რომ ამას გაეცნოთ იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ დეტალს გავიხსენებ ერთ ფრაზას გრიგორ ობაქიძე როდესაც ეხება ამ საკითხს ის ამბობს ესეთ რამეს რომ ხომშვენიერია დასავლეთი მაგრამ აღმოსავლეთს ვერ დავთმობთ და უმჯობესია აღმოსავლეთის და დასავლეთის ქორწინება ქართული ნადიმით გადავიხადოთ ეს ქართული ნადიმით აღმოსავლეთის და დასავლეთის ქორწინება ეს ძალიან ქართული კრებული მიდგომაა და მე ძალიან მიხარია რომ თქვენ მოხსენებაში აი სინთეზის აი ამ სინთეზური აზროვნების ელემენტი დავინახე და ეს ძალიან კარგია. მე მივესალმები ამას. აი ამ ეს განსხვავდება თქვენ მშვიდობის და ომის დრამას თქვენ გუშინ საკმაოდ ისე შეეხეთ რა ქვია და რაღაც მე დავიტახმები ამას რომ აი ეს დუპლირება უკეთესი იქნებოდა რომ ამას გაგცეობდით. დიდი მადლობა. მე ძალიან მოგეწონა რომ საბოლოოდ თქვი რომ აუცილებელია დასავლურიც და აღმოსავლური გზაც. ეს ბუნებრივია საერთოდ ასე ცხოვრებაში ყოველთვის ორი გზაა და მათი სინთეზი. არც ერთის დათმობა არ შეიძლება. ერთ პოეტს აქვს დათმობა, ბავშვები რო იძახიან, ესეც მინდა, ესეც მინდა. სწორი არის ბავშვები. ესეც უნდა ისიც, დედაც უნდა მამაც. მათამაშიც უნდა და სწავლა. ესეა ცხოვრება. აუცილებლად სინთეზია საჭირო. ეხლა ნაკლი აქვს დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც. დასავლეთიც არის კარგი დასავლეთი და არის ცუდი. აღმოსავლეთიც არის კარგი აღმოსავლეთი და არის ცუდი აღმოსავლეთი. ჩვენ აი ეს კარგი უნდა ავიღოთ ორივესგან. ის დადებითი, ის მაღალი. აი ამ კარგში დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთნი არიან. ის დასავლეთი აღმოსავლეთის საფუძველზე დგას. ის აღმოსავლეთი რომელიც ჩამორჩა თუნდაც იმიტომ რომ თქვათ ქრისტიანობა არის ქრისტიანობა მოისმინა აღმოსავლეთში ამის გამო აღმოსავლეთი ძალიან ჩამორჩა მე ცოტა ისე ლაპარაკობ შეიძლება არა კორექტულად მაგრამ გულისხმობ აი დიდ ჰუმანურ საწყის დიდ ადამიანურ კეთილ საწყის რაც აქვს ქრისტიანულ რელიგიას ეს როდესაც აღმოსავლეთის გარკვეულ ნაწილებში თვითმფრინავად აღმოსავლეთში არ იყო ამან უკან დაწია აღმოსავლეთი ძალიან ამიტომ აი ეს ქრისტიანული სამყარო დასავლური სამყარო ქრისტეს საფუძველზე აგებული დასავლური სამყარო და ის აღმოსავლური ძველი სულიერება სადაც თვითონ ქრისტე გაჩნდა ეს ყველაფერი უნდა
სიკეთეში ეს ერთი და იგივეა და ამიტომ მათი სინთეზი ჩვენთვის აუცილებელია. დიდი მადლობა.